უმაღლესი განათლების სისტემაში რადიკალური ნაბიჯების გადადგმა ანონსდება. ეს არის განათლების სისტემის იმ ახალი რეფორმის ნაწილი, რომლის პრეზენტაცია ახლა მიმდინარეობს. რეფორმის პროექტი, რომელზეც განათლების სამინისტრო ექსპერტებთან ერთად მუშაობდა, მზად არის. ახლა მისი საჯარო განხილვა უნდა დაიწყოს, რის შემდეგაც დასამტკიცებლად მთავრობას გაეგზავნება. 7 გამოწვევა და 7 ამოცანა. გეგმაშია ფაკულტეტების გადანაწილების ახალი წესის ამოქმედება, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში ფაკულტეტების დუბლირება აღარ მოხდება და ერთი ფაკულტეტი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში იქნება. იცვლება უცხოელი სტუდენტების მიღების წესი, იზრდება გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა და იგეგმება რამდენიმე მიმართულების რეგიონულ უნივერსიტეტებში გადანაწილება. მათ შორისაა აგრარული, სპორტის და ხელოვნების მიმართულებები. ერთ-ერთ პრობლემად სწორედ ჭარბი გეოგრაფიული კონცენტრაცია დასახელდა. რეფორმა სრულ განაკვეთზე მომუშავე სრული პროფესორების ხელფასის 10,000 ლარამდე გაზრდასაც ითვალისწინებს. უფრო კონკრეტულად, რა სიახლეებს მოიცავს განათლების ახალი რეფორმა და რამდენ წელზე იქნება ის გათვლილი. თათია ტაბეშაძე ესწრებოდა პრეზენტაციას, მას ახლა პირდაპირ ეთერში ჩავრთავთ. თათია. დიახ, თამთა, უმაღლესი განათლების რეფორმის პრეზენტაცია ამ დროისთვის არის დასრულებული. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა პრეზენტაცია, სწორედ ის ხელმძღვანელობდა კომისიას, რომელიც შეიქმნა მიმდინარე წლის მარტში და რომელიც მუშაობდა უმაღლესი განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით. აი ამ კომისიის წევრი იყო მათ შორის განათლების მინისტრიც და როგორც ჩანს, რამდენიმე თვიანი მუშაობის შედეგად გამოიკვეთა 7 მთავარი გამოწვევა, რომელზეც მათ შორის ისაუბრე შენც და ყველაზე მთავარი და ძირითადი ნუმეროლოგიითაც ეს არის პირველი, რომ სტუდენტების ძირითადი კონცენტრირება ხდება ერთ ქალაქში და ეს არის თბილისი, თითქმის 85%-ის მაჩვენებლით და მთავარი გამოსავალი ამ შემთხვევაში არის ის, რომ სხვა დიდი ქალაქები უნდა განვითარდეს და უნდა იქცეს საგანმანათლებლო კერა და ამ შემთხვევაში მაგალითად ქუთაისი და იქ უნდა მოეწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ასევე გამოწვევად დასახელდა განათლების ხარისხი, ის რომ უცხოელი პროფესორები უნდა იქნან ქვეყანაში მოწვეულები, უნდა გაიზარდოს ასევე ლექტორების ანაზღაურება და პრობლემებს შორის შენს აღნიშნე, რომ უცხოელი სტუდენტებისთვის ხდება ძირითადად მიზნების გართვა, მიზნების დასახვა ზოგიერთი უნივერსიტეტის მხრიდან. მართალია პრემიერ-მინისტრს არ დაუკონკრეტებია თუ რომელ უნივერსიტეტზე საუბრობდა და თქვა, რომ ამ შემთხვევაში სახელმწიფო უნივერსიტეტებს ევალებათ, რომ მათ ჰქონდეთ სწორება პირველ რიგში სახელმწიფო ინტერესებთან მიმართებაში. მთავარი ცვლილება, რაც იგეგმება, ასევე არის ის, რომ ბაკალავრიატი გახდება 3 წლიანი და ეს რა თქმა უნდა არ შეეხება სამედიცინო მიმართულებას, ხოლო მაგისტრატურა გახდება 1 წლიანი. გარდა ამისა, ცვლილებები იგეგმება უშუალოდ სკოლების მიმართულებითაც და არის ასეთი სიახლე, რომ მე-12 კლასი გაუქმდება. ზუსტად რომელ წელს, როდიდან ამოქმედდება ეს ჩვენთვის ამ ეტაპზე არის უცნობი, უფრო ზუსტად გამოწვევებისა და გამოსავლის გზების შესახებ ახლა მაყურებელი მოისმენს პრეზენტაციიდან. ჩვენი კონცეფცია უნდა იყოს ორიენტირებული უმაღლესი განათლების სისტემის გეოგრაფიულ დეკონცენტრაციაზე. და როგორ შეიძლება ამის მიღწევა? პირველ რიგში ჩვენ განსაზღვრეთ ასეთი მიზანი, რომ თბილისთან ერთად ქვეყანაში უნდა შეიქმნას მეორე ძირითადი საუნივერსიტეტო კერა ქალაქ ქუთაისში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქუთაისის გარდაქმნა სრულფასოვან საუნივერსიტეტო ქალაქად იქნება საუკეთესო პასუხი იმ გამოწვევებზე, რომელიც აქვს ამ ქალაქს და ზოგადად ჩვენ სისტემას კონცენტრაციის კუთხით. მით უმეტეს, რომ ქუთაისთან არის დაკავშირებული ჩვენი აკადემიური ტრადიციები, გელათის აკადემია. ყველა თვალსაზრისით ვფიქრობთ, რომ ქუთაისი სწორად არის ჩვენი მხრიდან შერჩეული, როგორც საუკეთესო ადგილი მეორე რიგით მეორე საუნივერსიტეტო კერის განვითარებისთვის. ასევე ამასთან ერთად გვინდა რომ გავაფართოვოთ სხვა რეგიონული უნივერსიტეტების შესაძლებლობებიც. ეს არის მოგეხსენებათ ბათუმი, ზუგდიდი, ახალციხე, გორი და თელავი, სადაც შესაძლებელია რომ კიდევ უფრო მეტად დაიდურცოთ არსებული რეგიონული უნივერსიტეტები და ფიქრობთ, რომ აქ განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს ორ მიმართულებაზე. ეს არის აგრარული მიმართულება და ეს არის პედაგოგიკა. რაც შეეხება მეორე ამოცანას, ეს არის რესურსების ოპტიმიზაცია და უნივერსიტეტებში სწავლების ხარისხის გათანაბრება. და პირველ რიგში გამოწვევიდან გამომდინარე, გვინდა დავამკვიდროთ ერთი ძალიან მკაფიო პრინციპი, ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი. ეს გამოიწვევს რეორგანიზაციას, ბუნებრივია, და ფაკულტეტების გადანაწილებას უნივერსიტეტებს შორის და ეს გადანაწილება უნდა განხორციელდეს უნივერსიტეტების ტრადიციული
ფუნქციის გათვალისწინებით და მათი ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით. სახელმწიფო უნივერსიტეტები მთლიანად უნდა იყოს ორიენტირებული სახელმწიფო ამოცანების შესრულებაზე. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ უცხოელი სტუდენტები სახელმწიფო უნივერსიტეტებმა უნდა მიიღონ მხოლოდ კანონით განსაზღვრულ მკაცრად გამონაკლის შემთხვევებში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სრულიად სხვა სისტემაზე უნდა გადავიდეთ და ძირითად ბირთვს უნივერსიტეტებში უნდა შეადგენდნენ სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორ მასწავლებლები. ვფიქრობთ, რომ სრულ განაკვეთზე მომუშავე სრული პროფესორის მინიმალური ანაზღაურება უნდა იყოს 10,000 ლარი. ჩვენ გვჭირდება რეალურად კვლევითი ინსტიტუტების გაძლიერება და ამისათვის უნდა დაინერგოს კვლევის დაფინანსების ახალი სისტემა, სრულიად ახალი სისტემა, რომელიც იქნება უნივერსიტეტებზე ორიენტირებული და უნივერსიტეტებში კვლევითი საქმიანობის წახალისებაზე ორიენტირებული. შრომის ბაზრის ანალიზს უნდა დაეფუძნოს კვოტების გადანაწილება უნივერსიტეტებზე და კერძო სექტორთან თანამშრომლობით, ბიზნესთან თანამშრომლობით უკვე ქონდა წინასწარი კონსულტაციები, მომზადება ასეთი სიღრმისეული ანალიზი და მომავალში უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება დაეფუძნება სწორედ ასეთ ანალიზს. რაც შეეხება დაფინანსების სისტემას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ არსებული საგრანტო სისტემა უნდა ჩანაცვლდეს სახელმწიფო დაკვეთაზე დაფუძნებული სისტემით განისაზღვრება სახელმწიფო ამოცანების შესაბამისად სახელმწიფო დაკვეთა და ამის მიხედვით გადაანაწილებს სახელმწიფო დაფინანსებას სხვადასხვა უნივერსიტეტზე. ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი შექმნათ სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა. პირველ რიგში ქუთაისში შეიქმნება ახალი საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურა და ვფიქრობთ, რომ დამატებით დაახლოებით 20,000 სტუდენტის მიღება უნდა შეძლოს ქუთაისმა. სამინისტროში შეიქმნება სამუშაო ჯგუფები დაკომპლექტებული ექსპერტებით და ეს სამუშაო ჯგუფები სწორედ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და ახალი სტანდარტების გათვალისწინებით, იმ ეროვნული ღირებულებების კონცეპტუალური მიდგომების გათვალისწინებით დაიწყებენ ახალი სახელმძღვანელოების სტანდარტული სახელმძღვანელოების შემუშავებაზე, რომელიც დაინერგება მთლიანად სასკოლო საზოგადოებაში. რა პრობლემა აქვთ ქართველ სტუდენტებს? არსებული გამოწვევებიდან შეგვიძლია გამოვყოთ ორი მთავარი გამოწვევა ასევე და ვთქვათ, რომ სტუდენტები ამთავრებენ კონკრეტულ პროგრამებს, თუმცა ისინი ვერ იწყებენ მუშაობას აი ამ პროფესიების დარგებში და იძულებულები ხდებიან, რომ დასაქმდნენ უშუალოდ სხვა მიმართულებით. ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომელზეც საუბრობდა პრემიერ-მინისტრი და როგორც ჩანს, მათ შორის გამოსავლად არის დასახელებული ის, რომ საბაზრო მოთხოვნას უნდა დაეციოს განათლების სისტემა, იქნება ერთ ქალაქში ერთი ფაკულტეტი, ამაში იგულისხმება სახელმწიფო უნივერსიტეტი. გარდა ამისა, გამოწვევა არის ისიც, რომ ქართველი სტუდენტები ძირითადად სწავლას არჩევენ ხოლმე ევროპაში და ისინი მიდიან, ასე ვთქვათ, საგანმანათლებლო მიგრაციაში და პრემიერ-მინისტრის თქმით, განათლების სამინისტროს მიზანი ახლა არის ის, რომ შეიქმნას საქართველოში ევროპული ხარისხის საგანმანათლებლო სისტემა და ყველა ეს ძირეული ცვლილება უნდა განხორციელდეს, რაც მოისმინა ახლა ჩვენმა მაყურებელმა და ამისთვის დაახლოებით არის 4 წელი გათვლილი. მადლობა თათია ტაბეშაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.